მოგესალმებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ლექტორი გვანცა გვიჩია. ვაგრძელებთ სალექციო კურსს საბანკო საქმესა და საფინანსო ინსტიტუტებში. დღეს უკვე ჩვენ გვაქვს რიგით მეხუთე ლექცია, რომელიც შეეხება ძალიან საინტერესო საკითხს, როგორიც არის დაკრედიტების პრინციპები და კომერციული ბანკების სასესხო ოპერაციები. ეს ლექცია არის საკმაოდ მრავალისმომცველი და დიდი, შესაბამისად ჩვენ გავყოფთ მას ორ ნაწილად ფაქტიურად, ანუ ორ ლექციაზე შევეხებით ამ საკითხს, რათა უფრო დაწვრილებით მოვახდინოთ ამ საკითხით შესწავლა. მეორე საკითხში უფრო აქცენტირება, მეორე ნაწილში უფრო აქცენტირება იქნება სესხებლის კრედიტ უნარიანობაზე და იქ უფრო მეტად დაიფარება პროცესი, როგორ ვსწავლობთ ჩვენ სესხებელს, როგორ ხდება საპროექტო დონეზე სესხის შესწავლა და მისი დამუშავება. პირველ ნაწილში ბუნებრივად შესავლის სახით, ცნებების და დეფინიციების სახით შევეხებით საკრედიტო ოპერაციებს, თუმცა განვიხილოთ იმ მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილებს, რომელიც მთლიან სასესხო ოპერაციაში გვხვდება. რა არის კრედიტი? კრედიტი წარმოადგენს საბანკო ოპერაციას, რომლის დროსაც ბანკი გაასცემს ფულად სახსრებს კონკრეტული ვადით და კონკრეტული სარგებლის მიღების პირობით. ამ შემთხვევაში ეს ორი ძირითადი საკითხია, რაც განასხვავებს კრედიტსა და ვალს ერთმანეთისგან, ეს არის სარგებელი და ვადიანობა. კრედიტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რამდენიმე ძირითადი პრინციპი, რითაც ის გამოირჩევა თავისი სხვა სუბსტიტუტებიდან, ასე რომ ვთქვათ. ეს არის ვადიანობა, ეს არის სარგებლიანობა, ეს არის დაბრუნებადობა, მიზნობრიობა და უზრუნველყოფადობა. რა არის ახლა თითეული მათგანი და რატო აქვს ამას მნიშვნელობა? არც ერთი მათგანის გარეშე სესხი არ შეიძლება იყოს ჩათვლილი სრულყოფილ საკრედიტად, ასე რომ ვთქვათ, რადგან ნებისმიერ საკრედიტო ხელშეკრულება გაწერილია კონკრეტულ ვადაზე, შესაბამისად კომერციული ბანკისთვის წინასწარვე არის და სესხებლისთვის წინასწარვეა ცნობილი ის ვადა, რა ვადითაც უნდა მოხდეს, რა ვადაშიც უნდა მოხდეს ამ სესხის დაფარვა, ხო? ხა ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ გარიგებას, ვერცად განვითარებულ და ცივილიზებულ გარემოში, სადაც გარიგებას არ ექნება თავისი ვადა, ხო? ანუ არც პრინციპში ერთადერთი გარიგება, შეგვიძლია თუ გარიგებად ჩავთვლით, ქორწინება, რომელსაც დედლაინის ვადა არ აქვს, ეს რასაკვირველია ხუმრობით. სხვა ნებისმიერ ბიზნესში გარიგებაზე როცა საუბრობთ, ყველანაირი გარიგებას აქვს კონკრეტული ვადა. შესაბამისად, გვაქვს საწყისი პერიოდი, როცა ხდება ამ ოპერაციის განხორციელება და გვაქვს ბოლო პერიოდი, როცა ხდება ამ ოპერაციის დასრულება. მეორე და მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის ამ კრედიტის დაფარვის აუცილებლობა, დაბრუნებადობა, ბუნებრივია ეს არ არის დაფინანსება, ეს არის დაკრედიტება, ეს არ არის ქველმოქმედება, ეს არის სასესხო ოპერაცია, ეს არ არის საჩუქარი ბანკისგან, ეს არის საკრედიტო ოპერაცია, რომლითაც სესხებელი ვალდებულია კრედიტორს სრულად და დროულად დაუფაროს ეს თანხა. მესამე და მნიშვნელოვანი ასევე ეს არის მისი სარგებლიანობა, არ არსებობს უფასო რესურსი, ჩვენ ვისაუბრეთ წინა თემაზე, უფასო არაფერი არ არსებობს და მით უმეტეს ფულადი რესურსი და არ არსებობს 0%-იანი სესხები, ასე რომ ვთქვათ, აუცილებლად ყველა სესხს უნდა ჰქონდეს სარგებელი. ეს სარგებელი შეიძლება იყოს ფარული, თუმცა რეალურად ეს სარგებელი არსებობს. ჩვენ დაგვჭირდება, რომ აუცილებლად სადაც ესეთი ტიპის ბუნდოვანი გარიგება გვექნება, სადაც საუბარია 0%-იან და ასეთი ტიპის შემოთავაზებაზე, აუცილებელია ჩვენ იქ უფრო ღრმად ჩაუღრმავდეთ, კარგად დავაკვირდეთ, რა არის მაშინ
რა არის ის ძალა, რაც უბიძგებს კომერციულ ბანკს მოახდინოს ამ სესხის გაცემა, ხო? უნდა არსებობდეს რაღაცა мотиваცია და რა არის თუ არა მოგება სესხების შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ ვთქვით, რომ ამ რესურსს, ყველანაირ რესურსს კომერციული ბანკი ფაქტიურად ყიდულობს და მისთვის ამ რესურსის შეძენა არის ხარჯიანი და ხა უფასოდ ნამდვილად ვერ გადმოგცემ ჩვენ, რადგან ეს არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, ეს არის ჩვეულებრივი კომერციული ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია მოგებაზე, რომლის ძირითადი მოგება გენერირდება სწორედ სასესხო ოპერაციებიდან. ამიტომ უნდა ნახოთ სად დევს ასე რომ ვთქვათ ის ფარული მოგება არის თუ არა ეს ფარული მოგება ჩვენს მიერ გადასახდელი სხვადასხვა საკომისიოების სახით თუ როგორ ხდება ამ ხარჯების დაფარვა ასე რომ ვთქვათ ამიტომ ყველანაირი სასესხო ოპერაცია თავისთავში გულისხმობს სარგებელს, გულისხმობს პროცენტს, რომელიც ჩვენ იმ ძირითად თანხასთან, რომელიც სესხის სახით ავიღეთ, უნდა დავაბრუნოთ. მეოთხე და ასევე მნიშვნელოვანი საკითხი არის მიზნობრიობა. აი ერთი შეიძლება რომ დავამატო სარგებლიანობასთან დაკავშირებით, სხვა შორის გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ ბაზარზე ძალიან გააქტიურდა ესეთი ფარული შემოთავაზებები, ასე რომ ვთქვათ, კომერციული ბანკებიდან, რომელიც დაბალ პროცენტს გვთავაზობდა, თუმცა ეს სარგებელი იყო ჩადებული სხვა მიმართულებით, ვთქვათ, მომსახურების საკომისიოს და ასე შემდეგ სწორედ ცენტრალურმა ბანკმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით კომერციულ ბანკებს სავალდებულოდ ხელშეკრულებაში სარგებელთან ერთად, ანუ საპროცენტო განაკვეთთან ერთად, რომელიც ყოველთვის წერია სასესხო ხელშეკრულებაში კომერციული ბანკების მხრიდან, ჩააწერინა ეფექტური საპროცენტო განაკვეთით, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ხარჯი, რაც სესხებელს ექნებოდა ამ სესხთან მიმართებაში, იყო საპროცენტო განაკვეთის სახით დათვლილი და გამოტანილი ძალიან ნათლად და ხაზგასმით ამ ხელშეკრულებაში. ეს ცალსახად ძალიან დადებითია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ნათელი გახდა, ანუ ის ბუნდოვანება, რაც იყო ამ ოპერაციებში ჩადებული, აღმოიფხვრა და მომხმარებელმა ზუსტად იცის რა ხარჯთან აქვს საქმე. რაც შეეხება შემდეგს მიზნობრიობაზე შევჩერდით, აუცილებელია გქონდეს მიზნობრიობა, რადგან ძალიან მარტივია რა, ფული, ანუ რესურსი თუ არსებობს, მისი დახარჯვის იმას რა ქვია, ხერხს ძალიან მარტივად ნახავს ადამიანი. თუმცა ბანკისთვის იმისთვის რომ თქვენ აიღოთ სესხი აუცილებელია დაასაბუთოთ, რისთვის გნებავთ ეს სესხი. შეიძლება ეს არ იყოს ერთი კონკრეტული და რაღაცა იყოს ძალიან მარტივ ყოველდღიური ხარჯების დასაფარ, თუმცა ესეც არის მიზნობრიობა. კონკრეტულად რისთვის გნებავთ? გნებავთ ბინის შესაძენად, გნებავთ ბიზნესისთვის, გნებავთ გითხარით ანუ რაღაც პირადი ხარჯების დასაფარად, თუმცა აუცილებლად უნდა იყოს ეს მიზნობრივი კომერციული ბანკებისთვის. და შემდეგი ეს არის უზრუნველყოფადობა და დიფერენცირებულობა, რომელიც გააჩნია რა პრინციპებიც გააჩნია ისა დაკრედიტებას. უზრუნველყოფადობა ნიშნავს, რომ უნდა აუცილებელია იყოს სესხი უზრუნველყოფილი. ხა ბუნებრივად თქვენ გიჩნდებათ კითხვა, როგორ აუცილებელია, როცა არსებობს ეგრეთ წოდებული გირაოს გარეშე სესხები, ანუ სესხები უზრუნველყოფის გარეშე. ხო, კი ბატონო, გეთანხმებით, ასეთ სესხებს ქვია საბლანკო სესხები, რომელსაც არ ზღუდავს კანონი. არანაირად, ანუ შესაძლებელია მოხდეს მისი გაცემა, თუმცა აქვე ირთვება მეორე საკითხი, დიფერენცირებულობის საკითხი, თუ რის საფუძველზე გაცემს. კი, შეიძლება ჩვენი იურიდიული, ასე ვთქვათ, გირაოს სახით წარმოშობილი უზრუნველყოფა არ გქონდეს, თუმცა აუცილებლად გვექნება თავდებობა. შეიძლება თავდებობაც არ გქონდეს, თუმცა აუცილებლად გვექნება სესხებლის კრედიტუნარიანობის შესწავლა. კრედიტუნარიანობა სესხების არის
ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი უზრუნველყოფა ჩვენ თუ ვიცით რომ ეს კონკრეტული პირი, ჩვენი კლიენტი, ჩვენი მომხმარებელი არის კარგი გადამხდელი, აქვს კარგი საკრედიტო ისტორია, აქვს სტაბილური შემოსავლები, არ აქვს პრობლემა და შეფერხებები, არ ექნება პრობლემა და შეფერხებები ამ გადახდებში. ბუნებრივია ეს შეიძლება იყოს იმაზე უფრო ღირებული უზრუნველყოფა, ვიდრე ვთქვათ იურიდიულად გაფორმებული სოლიდარული თავდებობა ან სხვა რაიმე ტიპის იპოთეკა ან გირაო, ხო? ბუნებრივია საკრედიტო ისტორიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, სტაბილური შემოსავლის შესწავლას და კრედიტუნარიანობას. ამ შემთხვევაში ფაქტობრივად უზრუნველყოფადობა ეს იქნება იურიდიული ფორმით თუ ეს იქნება დიფერენცირებულობის ფორმით წარმოდგენილი მსესხების კრედიტუნარიანობის სახით. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ აუცილებელია ჩვენ ვიცოდეთ, ვის ვაძლევთ კრედიტს, ანუ არის თუ არა გარანტიები მისი დაბრუნების, რა მიზნობრიობით ვაძლევთ, აუცილებლად უნდა გქონდეს მას სარგებელი, ამ ოპერაციას მოგქონდეს სარგებელი, აუცილებლად უნდა იყოს ვადა გაწერილი, რა ვადაშიც მოხდება სრულად და დროულად ამ სესხის დაბრუნება. თუმცა სარგებლიანობაზე კიდე ერთი რაღაც შეიძლება მოხდეს, შეიძლება არსებობდეს კონკრეტული რაღაცა მარკეტინგული აქციის ან PR აქციის მაშინ რა ქვია ჩარჩოში რაღაც პერიოდი, როცა ხდებოდეს თქვათ რაღაც ძალიან დიდი შეღავათებით ამ სესხების გაცემა. თუმცა ამ შემთხვევაში სწორედ სარგებელი არის კლიენტების მოზიდვა, სარგებელი არის სხვა მარკეტინგული ხარჯების დაზოგვა, ასე რომ ვთქვათ, რომელიც საჭირო იქნებოდა რომ არა ეს PR აქცია. ამიტომ ყველა ვარიანტში ჩვენ ვერ ვიპოვით ვერც ერთ ისეთ სასესხო ოპერაციას კომერციული ბანკების მიერ განხორციელებულს, რომელსაც არ აქვს სარგებელი და ეს ბუნებრივიც არის უფასო რესურსი, არ არის არც ბანკებისთვის და ბუნებრივია ვერ იქნება ის ჩვენთვის როგორც მომხმარებლისთვის. როგორი ტიპის მომხმარებლები ყავთ ძირითადად კომერციულ ბანკებს? ეს არის ორი ძირითადი ტიპის მომხმარებლები, ეს ანუ უბრალოდ ჯგუფდება ორი ძირითადი ტიპის მომხმარებლად, ეს არის საცალო და საკრედიტო კორპორატიული მომსახურება, რომლითაც ხდება ან საუბარი გვაქვს იმაზე, რომ ორი დიდი ჯგუფი არსებობს, ეს არის საცალო მომსახურების და კორპორატიული საკრედიტო მომსახურების კლიენტების, ასე რომ ვთქვათ, საცალო მომსახურებაში შედიან ფიზიკური პირები და მცირე მოცულობის ბრუნვის ან მოთხოვნების მქონე კომპანიები, ან მიკრომეწარმეები, რომელიც საქართველოს საკმაოდ დიდი რაოდენობის არის და კორპორატულ საკრედიტო მომსახურებაში შედიან მაღალი ბრუნვითი შემოსავლის კომპანიები, დიდი ზომის კომპანიები, ანუ კორპორატიული კლიენტები, ასე რომ ვთქვათ, რომელთა მოთხოვნებიც მომსახურების ხარისხზე საპროცენტო განაკვეთებსა თუ ვთქვათ სხვა მიმართულებით არის უფრო მაღალი. შესაბამისად, საბანკო პროდუქტებიც, სასესხო ოპერაციებიც სწორედ გაწერილია თითოეულისთვის განსხვავებული ფორმით და ორიენტირებული და მორგებულია მათ ძირითად მოთხოვნებზე.